ეს ოვაციები რადიკალებმა და მათ მცირერიცხოვანმა აქტივმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს მიუძღვნეს. ნამდვილად მძიმე სანახავია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები, თუნდაც რადიკალები და მათი აქტივი პარტნიორებს კი არა, პატრონებს ეძებენ. ჩვენ არიქნებით, კანდიდატები, კაცრები და ძალიან ცხადები, ჩვენ ისევ ხბოს აღტკინებით ხვდებიან, აპლოდისმენტებით ეგებებიან და ყვავილებს შუქნიან იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს არც კი აღიარებენ. ჩვენი სამშობლო ბანანის რესპუბლიკა ჰგონიათ და თავისუფლებას აძლევენ ჩაერიონ ქართველი ხალხის არჩევანში. არადა საკუთარ ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, არაფერს წარმოადგენენ. რადიკალი ოპოზიციონერები თვალებში შესიცინებენ მათ, ვინც ქართველ ხალხს ემუქრება, ქართულ სახელმწიფოს კი არაფრად აგდებს. ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამ მომრჩეველთა манипуляციასა და ამ მომრჩეველთა დაშინებაზე. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. სწორედ ამ ხალხს, ვისთვისაც საქართველო კოლონიაა, მიწის ნაგლეჯი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გლობალური ინტერესებისთვის სჭირდებათ, რადიკალები ოვაციებით ეგებებიან. ხოლო მას, ვინც მისი დამოკიდებულებით, განცხადებებითა და ქმედებებით არ შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყანაში ჩამოდის როგორც სტუმარი, როგორც პარტნიორი და არა როგორც უფროსი, რომელმაც თითი უნდა აქნიოს, რადიკალები არც კი ხვდებიან. ამუნათებენ და კომპეტენციას უწუნებენ. საუბარია ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეზე. დღეს რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები. გუშინ გავაკრიტიკა ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არ მისვლა, ციხეში არ მისვლა. ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ. რისი თქმა შემიძლია იცით, როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად სამუშაო ჯგუფზე, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანაზე იმუშავებს, ეს განხილული იყო სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლა ამ როლში არიან, სახელმწიფო მოხელეების როლში. იგივე ეხება სხვა ელემენტების განხორციელებასაც, მესიჯს, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, დაპირებებს, რაც მივიღეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავიმეოროთ, რომ ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. მე ჩემს როლს ვასრულებ, ვმოქმედებ როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და არა როგორც სხვა როლის შემსრულებელი. ამიტომ ინსტიტუციებს ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ისე უნდა აღვიქვათ. მე მგონი ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი. დაჯექი ორიანი. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, რატომ გახდა ალენ ბერსეს ვიზიტი პირველივე წუთიდან რადიკალების შფოთვის მიზეზი. როგორ გადაიზარდა ეს შფოთვა აგრესიაში, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ალენ ბერსე იმთავითვე მიუღებელი ფიგურა იყო კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. საქმე იმაშია, რომ 2024 წლის 25 ივნისს, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის არჩევნები ტარდებოდა, ნაცმოძრაობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის სტატუსით ხმა ალენ ბერსეს წინააღმდეგ მისცა. მათ სურდათ ევროსაბჭოს გენმდივანი დიდიე რეინდერი გამხდარიყო, ვისი სახითაც მათ კიდევ ერთი მიკერძოებული ლობისტი ეყოლებოდათ ევროპულ სტრუქტურებში, რომლის ყიდვაც სავარაუდოდ ძალიან მარტივია. ახლა ხომ მის წინააღმდეგ სწორედ ფულის გათეთრების საქმეზე მიდის გამოძიება. მას სახლში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული უპოვეს, რომლის წარმომავლობის დადასტურებაც უჭირს. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ბატონი დიდიე რეინდერი ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნის და საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებულ ადეიშვილთანაც არის შემჩნეული თანამშრომლობაში. ეს ადამიანი მემიხსნიდა ქართული მართლმსაჯულება როგორ უნდა მოგვეწყო, რას ნიშნავდა სამართლის უზენაესობა, კანონიერება, აღმოჩნდა რომ ადამიანს ველაპარაკებოდი, რომელზეც გამოძიება მიდის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. აი ასეთი ეს ადამიანი შეხვდა შემდეგ ზურაბ ადეიშვილს, მათ შორის, როდესაც ის იმყოფებოდა ბრიუსელში. აი ეს ადამიანები, ზუსტად ესეც კარგი ფაქტია, რომ ეს ადამიანი იყო მხარდაჭერილი ნაციონალ მოძრაობის მხრიდან. ასე რომ, რატომ იყო რადიკალური ოპოზიცია თავიდანვე სკეპტიკურად განწყობილი ალენ ბერსეს მიმართ, გასაგებია.
ახლა კი უფრო მკაფიოდ რომ გავიგოთ, რატომ გახდა რადიკალების თავდასხმის ობიექტი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და რატომ ჩააგდო მისმა ვიზიტმა ოპოზიცია სასოწარკვეთილებაში, სრულ სურათს უნდა შევხედოთ. არჩევნებში რადიკალები დამარცხდნენ. ქუჩა წააგეს. ამ ფონზე კი რომ არა მიკერძოებული ევრობიუროკრატების, ანუ კოლექტიური როთების მიერ გაკეთებული ხელოვნური სუნთქვა, კოლექტიური გვარამიებისთვის ოპოზიცია არავის ემახსოვრებოდა. ისინი ხომ ტყუილებზე დგანან. მარტივი სიცრუით ცდილობენ საკუთარი აქტივის კვებას. ეს რამდენიმე ათეული ადამიანიც რომ არ შემოეცალოთ. ჯერ ხომ არჩევნების გაყალბებასა და გაჟონვაზე საუბრობდნენ. გეგმა ჩაუვარდათ. ამ თემაზე სპეკულაციებს ეუთო ოდირის ფინალურმა დასკვნამ წერტილი საბოლოოდ დაუსვა. ზოგადად და პროცედურულად არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო, ხშირი კომპრომისები, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე. პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 პოლიტიკური პარტიის სიაში 1184 კანდიდატი დაარეგისტრირა და კანდიდატები ზოგადად თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიებს. ოდირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში. შემდეგ პროპაგანდირებდნენ პარლამენტი ჩვენ გარეშე არალეგიტიმურია, ვერ შეიკრიბებაო. ჩაუვარდათ. შემდეგ პრეზიდენტის არჩევნებით სპეკულირებდნენ. მიხეილ ყაველაშვილს ვერ აირჩევს პარლამენტიო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. და ამ მიჯრით მიწყობილი ფიასკოების შემდეგ საინფორმაციო ზედაპირზე მხოლოდ იმ ნარატივით ტივტივებდნენ და მცირერიცხოვან აქტივს ქუჩაში იმით ამაგრებდნენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია, ხელსაც კი არავინ არ თმევთო. მაგრამ უეცრად ქვეყანაში ევროსაბჭოს გენმდივანი გამოჩნდა და თქვა: ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. ევროპის საბჭომ მზად ვართ ხელი შეუწყოთ ასეთ დიალოგს. ერთი მხრივ მთავრობა და მეორე მხრივ ოპოზიცია. დიალოგი და დიალოგის ხელშეწყობა. ეს ის სიტყვებია, რისაც რადიკალებს ყველაზე მეტად შეეშინდათ. არადა საზოგადოებას აჯერებდნენ: ჩვენ ვართ მთავრობა, ქართული ოცნება კი არალეგიტიმური მმართველიო. ოპოზიცია აღარა ვართ, ესეც უნდა ვიცოდეთ, ოპოზიცია არის ის ხალხი, ვინც თვითმარქვია. ალენ ბერსეს განცხადება კი მართლაც იყო ცივი შხაპი, გამოფხიზლების ეფექტით. ოღონდ არა რადიკალებისთვის. მათ ისედაც კარგად იცოდნენ თავისივე გამოგონილი ავანტიურის შესახებ. არამედ ეს იყო ცივი შხაპი ოპოზიციურ პროპაგანდაში გაჭედილი ადამიანებისთვის. სწორედ აქ გრძნობენ რადიკალები ყველაზე დიდ საფრთხეს. მათ მიერ გენერირებულ აღქმებს სრულიად განსხვავებული ფაქტი დაუპირისპირდა. აქ კი გამოსავალი მხოლოდ ერთია. რადიკალებმა უნდა აღიარონ, რომ ამომრჩეველს ატყუებდნენ, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკურ სუიციდს უდრის. იმდენად გააბრუეს საკუთარი ამომრჩეველი სიცრუით, რომ უკან ვეღარ იხევენ. ამიტომაც პოლიტიკურ სიგიჟეში თავისუფალი ვარდნის ეტაპზე არიან. ამბობენ, რომ ევროსაბჭოს გენმდივანი არაკომპეტენტურია, რომელსაც არც კი უნდა შეხვდე. უკომენტაროდ ვდება ალან ბერსეს ბრიფინგს ევროსაბჭოს ხელმძღვანელის განსაკუთრებით იმათვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს, როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემით, დასახინჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის. კანონს შევაცვლოვინებ ცოტას ქოცებსო. პატივეცით, ქართველ ხალხს ან შეგვეშვით. ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. ამიტომაც არ შეხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას. რაც შეეხება ამ ადამიანის განცხადებებს, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, პირდაპირ მინდა ვთქვა. ოპოზიციურ ისტერიკაში განსაკუთრებული მაინც გახარია იყო, რომელმაც განაცხადა: მოკლედ, საერთო კაცი ძალიან საერთო დროს ჩამოდის თბილისში და საერთო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საერთო განცხადებას. და ამას ამბობს ქართულ პოლიტიკაში მართლაც ყველაზე საეჭვო ფიგურა, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ყველაზე საეჭვო ნაბიჯები გადადგა, რითაც მმართველი გუნდის იმიჯს აზიანებდა საზოგადოების თვალში. დისონანსი შეჰქონდა ძალოვან უწყებებში. და რომ არა ქართული ოცნების სხვა ლიდერები ახალ კონფლიქტს გააჩაღებდა პროვოკაციით, როდესაც ჩორჩანაში შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე საგუშაგოს შადგმა გადაწყვიტა.
ამას ამბობს ადამიანი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ გადადგომის ნაცვლად გარე ზეწოლის შედეგად პრემიერი გახდა. 2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო კონკრეტულ მომენტში მისი გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა 15 წუთი ითხოვა მაშინ მოსაფიქრებლად გახარია და 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი Deep State-დან. და მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ჩვენ ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ გახარიასგანაც გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა და მოვლენები დაუბრუნდა იმ კალაპოტს, რომელსაც უნდა დაბრუნებოდა. და ბოლოს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საეჭვოს ეძახის კაცი, რომელიც პრემიერობიდან ყველაზე საეჭვო დროს გადადგა ოპოზიციის გამო, ქვეყანაში არეულობის პროვოცირების ხელშესაწყობად. ახლა კი მოდით ვნახოთ, ვინ არის ალენ ბერსე, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს და საეჭვოს, მოსყიდულსა და არაკომპეტენტურს ეძახის და ვისი ნდობითა და მანდატით იყო აღჭურვილი, როდესაც საქართველოს ეწვია. მის ვიზიტზე გერმანიის კანცლერმა, რომლის სიტყვებსაც რადიკალები მუდმივად ციტირებენ, თქვა: განვიხილეთ უფრო დეტალურად ის ფაქტი, რომ მაგალითად ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ჩვენ ასევე ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს. როდესაც დავბრუნდები სტრასბურგში, მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირს, სხვა ყველა პარტნიორს ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. ალენ ბერსე სხვადასხვა მაღალი თანამდებობების გარდა ორჯერ იკავებდა შვეიცარიის პრეზიდენტის პოსტს. 2024 წლის 25 ივნისს კი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი გახდა. უფრო კონკრეტულად, ბერსე ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს, ყველაზე ძველ და დიდი ისტორიის მქონე ევროპულ ორგანიზაციას, სადაც ყველაზე მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული და რომლის 51 წევრიც საქართველო 1999 წელს გახდა. საინტერესოა, რომ ალენ ბერსე 25 ივნისს აირჩიეს. 26 ივნისს კი სალომე ზურაბიშვილმა უმალვე მისალუცი ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის ბოლო წინადადებაშიც ვკითხულობთ. თქვენი როლი გადამწყვეტი იქნება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში. თუმცა როგორც კი ალენ ბერსე საქართველოში ჩამოვიდა და ისეთი განცხადება გააკეთა, რაც რადიკალებისა და მათი მოკავშირე ზურაბიშვილის დღის წესრიგს აცდა, თითქმის ვადაგასული პრეზიდენტის თვალში მან მნიშვნელობა უმალვე დაკარგა. ათლათ აუხსენი გენერალ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან. ოპოზიცია კიდევ უფრო შორს წავიდა და საერთო განცხადებით მოითხოვეს. მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების, კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე. ცხადია, ისტერიკის ფერხულს სააკაშვილიც არ ჩამორჩა და ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პირდაპირ მოსყიდულად შერაცხა. ალენ ბერსეს ვიზიტზე შეფასებებს თუ კარგად დააკვირდებით, კიდევ ერთხელ დადასტურდება, როგორი ერთფეროვანია ოპოზიციური ფლანგი. ამ მომრჩეველს ატყუებდნენ, განსხვავებული პარტიები ვართ, ჩვენი კოალიციური მმართველობა ეფექტური იქნებაო, მაგრამ იმდენად ერთნაირები არიან ერთი პატრონის ქოლგის ქვეშ, რომ განსხვავებული პოზიციის გაჟღერებასაც კი ვერ ბედავენ. რომელ პროევროპულობაზეა საუბარი, როდესაც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს გაყიდულს, საეჭვოს, არაკომპეტენტურს ეძახიან, რომელიც სულ ახლა ხანს აირჩიეს, ხოლო ევროპული ღირებულებების სიმბოლოდ საკუთარ ქვეყანაში გადარჩეულ და არალეგიტიმურ როდს, ჟიგიმანტას, კომუნისტური წარსულის მქონე კუბილიუს და იუკნევიჩიანეს წარმოაჩენენ. სინამდვილეში არანაირი პროდასავლურობა რადიკალების ფლანგზე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დაკვეთების შესრულება, გარე მხარდაჭერის სანაცვლოდ. არსებობს მხოლოდ ინსტრუმენტები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. როდესაც შესაძლო ინსტრუმენტები მათი მიზნებისთვის სასარგებლო ხმებს გამოსცემენ, ეს ძალები მათ თვალებში შესციცინებენ. როდესაც განსხვავებული პოზიციები ისმის, ხდება ის, რაც ალენ ბერსეს ვიზიტის შემდეგ ვიხილეთ. ბულინგი, დისკრედიტაცია, ბრალდებები. და ეს დიდი ხანია ოპოზიციის ხელწერაა. სწორედ ასე დაესხნენ თავს მათ ღია მხარდამჭერსაც კი, ევროკავშირის ელჩს, პაվել ჰერჩინსკის, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ აპატიეს. რაც არის ნათქვამი ისაა, რომ მე შეხვედრა დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს.
ასე ესხმოდნენ თავს წარსულში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს, ხოლო იმიტომ რომ მისი განცხადებები ეწინააღმდეგებოდა ოპოზიციის იმდროინდელ სპეკულაციებს, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით. ტინი კოქსი რო არის რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანი, ეს ყველა ჟურნალისტურ გამოძიებებში და არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტები არსებობს ამის. ჩამოვიდა მარტო ევროსაბჭო და რუსების აგენტი კოქსი, ეს ძველი ჰოლანდიელი დეპუტატი, რომელიც ყველა მიცის, რომ რუსეთისგან არის რუსეთის ხავს კმაყოფაზე აყვანილი. გავიხსენოთ ნიკა გვარამიას 2020 წლის მონოლოგი, როდესაც ამერიკის ელჩს კელი დეგნას მაშინ ამუნათებდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ცდილობდა დიპლომატიურ ჩარჩოში დარჩენას. გვარამია კი ამ დროს მისგან პირდაპირ ითხოვდა სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას ოპოზიციის სასარგებლოდ. რაც უნდა ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ასეც მოხდა. მადლობთ ქალბატონ დეგნან, რომ ბანანის რესპუბლიკა გონივართ. და საერთოდ თქვენ ვერ ფლობთ სიტუაციას საქართველოში. თქვენ არ იცნობთ საქართველოს. და რა სიტუაციას უნდა ფლობდეს უცხო ქვეყნის ელჩი მასპინძელ ქვეყანაში? რას ნიშნავს სიტუაციის ფლობა? ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ გვარამიასთვის და მთლიანად კოლექტიური ნაწმოძრაობისთვის პარტნიორობა უცხოა. ისინი პატრონებს ეძებენ, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარებიან, ხოლო საქართველოსთან პარტნიორულ დამოკიდებულებებზე ამბობენ. აი ასეთი ტექსტების ამერიკის არ მწამს. მეტიც ეს არ არის ამერიკა. დიახ, გვარამიას და მის ოპოზიციონერ თანამზრახველებს ისეთი ევროკავშირისა და ამერიკის წამთ, რომლებიც საქართველოს კოლონიად განიხილავენ. კოლონიის დირექტორებად კი სწორედ ამ ჯგუფს მოიაზრებენ. იციან, რომ ქართველი ხალხის გულს ვერასდროს მოიგებენ, ხოდა საკუთარ სამსახურს უცხო ძალებს სთავაზობენ. სანაცვლოდ კი ქართული სახელმწიფოს მიტაცებაში მათგან მხარდაჭერას ითხოვენ. ამიტომაც არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის გარედან მიღებული ლეგიტიმაცია, ვიდრე ქართველი ხალხის არჩევანი. ასეთია მათი მსოფლმხედველობა. ამიტომაც ააგეს მთელი პროპაგანდა ხელისუფლების გარე ლეგიტიმაციის არარსებობაზე. მხოლოდ ეზღა ჰქონდათ შემორჩენილი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად. მხოლოდ ეს ტყუილი იყო მათი რადიკალიზმის თავშესაფარი. ხოდა ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გასაგებია მათი აგრესია და სასოწარკვეთილება, რომელიც ალენ ბერსეს ოფიციალურ ვიზიტს მოჰყვა თბილისში.